საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის ზღვარზეა. ამას მოწმობს ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მეზობელი ყველა სახელმწიფო წარმოდგენილია საერთაშორისო ღონისძიებებზე, როგორიცაა დავოსის ეკონომიკური ფორუმი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ჩამოყალიბებული მშვიდობის საბჭო, სადაც სომხეთი, აზერბაიჯანი და მრავალი ქვეყანაა მიწვეული. ოფიციალურ თბილისთან საუბარზე უარს ამბობს თითქმის ყველა განვითარებული სახელმწიფო. საკითხს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე დავით არხანმოურავი ობიექტივის პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა. მშვიდობის საბჭო იქნება. ეს არის ახალი დიდი გაერთიანება, ეს მშვიდობის საბჭო. მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ინსტრუმენტი იქნება. ამერიკის ეგიდით, შეერთებული შტატების ეგიდით, აქ იქნება არა მარტო ყველა მოწინავე ქვეყანა, არამედ აქ იქნება ის ქვეყნები, რომლებმაც შეიძლება რაღაც წვლილი შეიტანოს და ესეთი ჩაითვალა, რომ ეს შეიძლება იყოს აზერბაიჯანის და სომხეთის. საქართველო აქ არ არის. რატომ? ეს არის უზარმაზარი მარცხი და უკუსლა. გავიგე, რომ აბსოლუტურად ბრმა მხარდაჭერები ყავს ქართულ ოცნებას და არაფერი არ უნდა დედამიწაზე, კაი. მშვიდობის საბჭოში მონაწილეობაც არ უნდათ, ანუ საქართველოს საერთოდ არ უნდა არსებობდეს საერთაშორისო პოლიტიკაში, საერთოდ უნდა ჩაიკეტოს ფეოდალების ხელში, ახალი ფეოდალების ხელში უნდა ჩავიკეტოთ. ჩვენ იქ იმიტომ არ შევედით, მაგალითად, რომ ეს ხელისუფლება დაუსრულებელ სისულელეებს ლაპარაკობს იმის თაობაზე, რომ ტრამპს მართავს, რომ გაუგებარი deep state. წერილები მათ მიერ. წერილებს წერს ბატონი ზაზა იმაზე, რომ სოფლიოს მართავს deep state, რომ ტრამპი საერთოდ არ არაობა. ეს ხო უბრალოდ ჯერ ესეთი ტყუილია, მერე სრული სისულელე. სრული სისულელე. და რომ არავინ არ არის ეს ამერიკა და მთელი მსოფლიო და დასავლეთი. რა თქმა უნდა, შენი სუვერენიტეტი უნდა დაიცვა, შენი თავი უნდა დაიცვა. ეს არის ფეოდალური წყობა და თანაც ეს არ არის ჭკვიანი ფეოდალური წყობა. ფეოდალური წყობის გამო ამათ არ უშვებენ არც მშვიდობის საბჭოში დაარსად, ესენი მოწყდნენ მთელ მსოფლიო პროცესებს. მოწყდნენ იმიტომ, რომ ბატონმა კობახიძემ, პრემიერ-ვეზირმა მოწყვიტა ყველა პროცესს ქვეყანა. ყველა პროცესს და არაფერი ახალი ეკონომიკური მექანიზმი ამათ არ შექმნეს. პრემიერის ინიციატივა, რომელიც დებატების გახსნას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნებას ითვალისწინებს, პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე გამოეხმაურა. დავით არხანმოურავისთვის გაუგებარია თუ ვისთან გეგმავს პრემიერ-მინისტრი დებატებს, იქიდან გამომდინარე, რომ მმართველი გუნდი ყველა პარტიის პოლიტიკური ველიდან ჩამოშორებას ცდილობს. ხელისუფლება მიტაცებული აქვს ქართულ ოცნებას. ის ამბობს, რომ ჩემია ეს ხელისუფლება. ვინ არის ოპოზიცია ამათი გაგებით, მე არ ვიცი. საერთოდ რას ნიშნავს ოპოზიცია ჩვენ ქვეყანაში? ამათ ყველა პოლიტიკური პარტია მოსპეს ან სპობენ ყველას. პოლიტიკურ ველზე საერთოდ გაუგებარია ამ წუთას რა ძალები. ერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ძალიან პატარა, არაძლიერი ჯგუფები პოლიტიკური, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის და რაღაც ლიბერალური ფასეულობების ირგვლივ არიან შემოკრებილები. ესეთი ჯგუფები არსებობს, მაგრამ რა პარტიებია ეს? ვიზზე არის აქ საუბარი? ამავდროულად ბატონი კობახიძის გარემოცვა ამბობს, რომ კობახიძე ყველას არ დაუჯდება. დიადი პიროვნებაა და იმიტომ და დიადი პიროვნება და ბომბერაზი კაცი ხა ყველას როგორ დაუჯდება? ყველას არ დაუჯდება და ვის დაუჯდება? საინტერესოა. ვინ არიან ესენი, ვისაც დაუჯდება ეხლა? ჩვენზე ბატონმა კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ არავინ არა ვართ. ჩვენ არავინ არა ვართ, ჩვენ სრულად სხვა ხალხი ვართ. სწორედ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ის იდეოლოგია, აი დღეს არსებული ტრადიციონალიზმის იდეოლოგია ყველაზე ჩამოაყალიბა სისულელეა, რომ ეს თქვა, მაგრამ ყველაზე ძლიერად წაწია წინ. და ამ იდეოლოგიას ცდილობს, რომ მოაჯდეს ქართული ოცნება და ვერ ქნა ეს. იმიტომ რომ არ არის ქართული ოცნება თვითონ ტრადიციონალისტი სინამდვილეში.
დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამუშაო ჯგუფების პირველი სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყება. ორდღიან კონსულტაციებზე მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები და უკრაინა რუსეთს შესთავაზებენ ენერგეტიკულ ზავს, რომლის მიხედვითაც რუსეთმა უკრაინულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშები უნდა შეწყვიტოს. სანაცვლოდ კი უკრაინა რუსული ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებს აღარ დაარტყამს. მანამდე მოლაპარაკებები გაიმართა მოსკოვში. შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი ვლადიმერ პუტინს კრემლში შეხვდნენ. მოსკოვმა უკრაინის კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური გზების მოგვარების სურვილი დაადასტურა. თუმცა ისიც ითქვა, რომ ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის გარეშე უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მოლოდინი შეუძლებელია. ამის მიუხედავად შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მხარეები თითქმის 4 წლიანი ომის დასასრულებლად გარიგებას დადებენ. შეერთებული შტატების სამხედრო გემები ირანისკენ მიემართებიან. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ავრცელებს. თეთრი სახლის ლიდერი იმედოვნებს, რომ სიტუაციის ესკალაცია არ მოხდება და ამერიკელ სამხედროებს დარტყმების განხორციელება არ მოუწევთ. მანამდე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განახორციელებს თუ არა ამერიკა ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციას დემონსტრანტების დაცვის მოტივით, თეთრი სახლის პრესპიკერმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ვარიანტი კვლავ მაგიდაზე დევს. ამერიკა ევროპას შორის გრენლანდიის დავის ფონზე ევროპული საბჭოს არაფორმალური სხდომა გაიმართა. ევროკავშირის ლიდერთა შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გრენლანდიის საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მათი მტკიცე პოზიცია წარმატებული აღმოჩნდა, ვინაიდან დონალდ ტრამპმა სატარიფო მუქარა უკან გაიხმო. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტში უახლოესი 100 წლის განმავლობაში ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. როგორც უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარემ ევროკავშირის საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის ბრიუსელის მიერ მომზადებულ დოკუმენტს გაეცნო, სადაც წერია, რომ უკრაინა 2027 წელს ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. დოკუმენტში, რომელზეც მე ვსაუბრობ, აღწერილია, რომ უკრაინა ევროკავშირს 2027 წელს უნდა შეუერთდეს. უნგრეთი ამას ეწინააღმდეგება. ვფიქრობ, რომ მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება ისეთი პარლამენტი, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს, თქვა ორბანმა. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმა ამერიკულ მედიასთან საუბარში ევროპა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ცივილიზაციური თვითმკვლელობის გზას ადგას. ევროპა ერთმნიშვნელოვნად ამ გზას ადგას. საბედნიეროდ მას ეს გზა ბოლომდე ჯერ არ გაუვლია, თუმცა ის ცივილიზაციური თვითმკვლელობის გზას უკვე ადგას, განაცხადა ვენსმა. ვენსმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკა ევროპის მიმართ გამომდინარეობს მისი პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერების სურვილიდან.